ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ArcMap-ში ბადე. აუცილებლად უნდა გქონდეს გამზადებული ის shape ფაილები, რომლებსაც მოვარგებთ ბადეს, რომელიც მოექცევა ჩვენს ბადეში. ამ შემთხვევაში ეს არის კერძო სექტორის ოპტიკური ქსელი. შემოტანილი გვაქვს shape ფაილები, მარცხნივ ზოლში ჩანს. ბადეს ვაკეთებთ კონკრეტულად საპროექტო ოპტიკურ კაბელზე, იმის გამო რომ ანუ ოპტიკური კაბელი მოიცავს მთლიან იმ არეალს, რომლის მოქცევაც გვინდა ბადეში. ანუ ყველაზე დიდი მასშტაბურად, ესე ვთქვათ, ამ shape ფაილებიდან არის ეს ოპტიკური კაბელის shape ფაილი. შემდგომ აუცილებლად ინსტრუმენტთა პანელის ზოლში უნდა გქონდეს გამოტანილი სტანდარტული ინსტრუმენტების ზოლი, ედიტორი, სტანდარტ ზოლი და აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ date driven page. ეს არის ინსტრუმენტთა ზოლი, ნაკრები, რომლებიც უშუალოდ მუშაობს ბადის შექმნის პროცესში და შემდეგ უკვე დამუშავებისას. კარგი, შევდივართ Arc Toolbox-ში. ვირჩევთ Cartography Tools, Date Driven Page და ბოლოს ვირჩევთ Geared Index Features. გამოსულ პანჯარაში პირველ საწყის ზოლში Output feature class ვირჩევთ ადგილს თუ სად უნდა იქნას შენახული ჩვენს მიერ შესაქმნელი ბადე. ვაწვევით აი ამ ხილაკს, ფოლდერის ნიშანი აქვს. დავუშვათ ავირჩიოთ სამუშაო მაგიდა. აქვე შეგვიძლია შევქმნათ ახალი საკახალდე, აი ამ ნიშანზე დაწყაბებით, new folder. დავარქვათ სახელი ბადე. ავირჩიოთ და აქ უკვე წერთ ბადის სახელს, თუ რა სახელით იქნება შენახული ბადე. ნუ ჩვენ შემთხვევაში კერძო სექტორის ბადეს ვაკეთებთ და სასურველია რომ ავირჩიოთ 2000-იანი მასშტაბი. ბადესაც დავარქვათ სახელად 2000. შევინახოთ. მეორე ზოლი input features. ეს არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდეს ის shape ფაილი, რომელიც shape ფაილსაც გაუკეთდება ბადე. ამის რამოდენიმე გზა არსებობს. ერთი გზა არის ვაწვევით ამ ღილაკს, საკახალდის ნიშანი აქვს. მივდივართ უშუალოდ იმ shape ფაილთან, რომელიც დევს ჩვენს დისკზე და რომელზეც გვინდა რომ მოერგოს ბადე, ეს არის საპროექტო ოპტიკური კაბელი. ვამატებთ. აქ გამოჩნდება თუ სად დევს, რა ქვია და ასე შემდეგ. ეს არის ერთი ხერხი, მეორე ხერხი. ეს შეგვიძლია ამოვშალოთ, აი ამ X-ით. მეორე გზა ეს არის ჩამოშლით აი ამ ჩამონათვალს. აქ გამოჩნდება ის shape ფაილები, ის მონაცემები, რაც უკვე ჩვენ შემოტანილი გვაქვს ჩვენს ArcMap-ში და მარცხენა layer-ს ჩამონათვალში ჩანს. აი აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ საპროექტო ოპტიკური კაბელი. ესე. და მესამე გზა, შედარებით მარტივი გზა, ეს წავშალოთ. პირდაპირ მარცხენა ზოლიდან, layer-ს ჩამონათვალიდან შეგვიძლია მაუსი მოვკიდოთ ოპტიკურ კაბელს და გადმოვსვათ ამ პანჯარაში. შექმნილი არის უკვე ადგილი, სადაც შეინახება ბადე, შეტანილია shape ფაილი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ბადე და ეხლა გადავდივართ შემდეგ ფუნქციაზე. ეს არის generate polygon, ესე იწყება და გვაქვს მონიშნული. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბადე გაკეთდეს იმ რაოდენობის კვადრატებით, იმ რაოდენობის გვერდებით, რამდენიც არის საჭირო კონკრეტული shape ფაილისთვის. ანუ არ გაცდეს საზღვარს და არ გამოგვივიდეს ზედმეტი ცარიელი გვერდი. ნუ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს დაგჭირდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გვჭირდება იმდენი გვერდი, რამდენ გვერდშიც ჩაეტევა
ჩვენი shape ფაილი, საპროექტო ოპტიკური კაბელი და დანარჩენი ელემენტები. Ну, ძირითად შემთხვევაში გვაქვს მონიშნული ეს ფუნქცია. შემდეგი ფუნქცია ეს არის use page, ანუ ესეც აუცილებლად უნდა გქონდეს მონიშნული და ამის გააქტიურების შემდეგ გამოდის აი ესეთი ზოლი, სადაც უნდა ჩაიწეროს მასშტაბი, თუ რა მასშტაბის იქნება ჩვენი რუკა. როგორც უკვე თქვით, კერძო სექტორია და სასურველია რომ იყოს 2000-იანი მასშტაბით, ამიტომ აი აქ პირდაპირ ავკრიბავთ 2000. სხვა მენიუს არ ვეხებით, რჩება ისე როგორც არის და ვაწვევით OK-ს. აი შეიქმნა ბადე, რომელიც შედგება 3 უჯრისგან, 3 გვერდისგან. შეგვიძლია ახლა დავამუშავოთ ჩვენი ბადე, შევცვალოთ ფერი, გვერდით საზღვარი სისქე, გამოვსახოთ გვერდის ნიშნები, სახელები და ასე შემდეგ. აი გამოგვიჩნდა უკვე ჩვენს ჩამონათვალში ბადის ნიშანი, 2000 დავარქვით სახელი. აი ვაწვევით ბადის ნიშანს და ავირჩიოთ ბადის გამჭვირვალე იყოს ფერი, ავირჩიოთ უფერო. შემდეგ ბადის ჩარჩოს აურჩიოთ შედარებით მუქი ფერი. ჩარჩოს სისქე, ზოლის სისქე ცოტათი გავზარდოთ, იყოს 1. აი ესე. ეხლა უკვე გამოვსახოთ ბადის ანუ გვერდის დასახელება, ან გვერდის ნომერი, რომელიც გამოგვიჩნდება შემდეგ ნახავს. ვაწვევით ბადის მარჯვენა ღილაკით და ვააქტიურებთ labels features. აი გამოჩნდა A1, აი აქ B1, აი აქ B2. ამ შემთხვევაში გამოიტანა ავტომატურად შექმნილი გვერდის სახელები. ნახაზისთვის ძირითადად ვიყენებთ ნომრებს, ანუ პირველი ნომრის გვერდი, მეორე ნომერი გვერდი, მესამე ნომერი გვერდი, ამიტომ შეგვიძლია ეს A1 შევცვალოთ, პირდაპირ დაეწეროს 1-იანი. შექმნილ ბადეს აქვს როგორც სხვა shape ფაილებს ატრიბუტ ცხრილი, გამოვიტანოთ ატრიბუტ ცხრილი. და ძირითადად შეიცავს გვერდის სახელის სვეტს A1, B1, B2, გვერდის ნომრების სვეტს, პირველ, მეორე, მესამე, რომელიც ჩვენ გვჭირდება და რომელიც უნდა გამოვსახოთ. ეს შეგვიძლია შევცვალოთ, პირველის მაგალითად 2 დავწეროთ, 2-ის მაგალითად პირველი და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ editing-ით, ანუ ვთავთ editing-ს. აქ შეგვიძლია ჩვეულები გადავარქვათ სახელი, მეორე, პირველი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ გვერდზე ჩანდეს არა გვერდის სახელი, არამედ გვერდის ნომერი. ამ შემთხვევაში შევდივართ ბადის property-ში. ვირჩევთ menu labels. Page name-ში, ანუ გვერდის სახელის მაგალითად ვიჩვევთ page numbers. შემდეგ შრიფტი სასურველია რომ იყოს დიდი ზომის, რადგან ფურცელზე ის 1.1 კონკრეტული ნიშანი გამოჩნდეს კარგად, ну იყოს 36, გავამუქოთ და მივცეთ OK. აი გამოგვიჩნდა გვერდის ნომრები, მეორე, პირველი, მესამე, ну დავალაგოთ. ისე როგორც იყო პირველი, მეორე და მესამე. და შევინახოთ. ჩვენ გვაქვს შექმნილი წინასწარ ჩვენი ნახაზისთვის ფურცელი თავისი ტიტულით. ამიტომ გადავიდეთ menu view-დან layout view-ში. აი გამოგვიჩნდა ეს ფურცელი, რომელიც უკვე წინასწარ გვაქვს გამზადებული, ტაბლა ტიტული. და ეხლა საჭიროა რომ გავააქტიუროთ, ანუ ბადის ფუნქცია გვერდები, ანუ სრულყოფილად გქონდეს გამოსახული და ეს ზუსტად ამაში უკვე გვჭირდება date, drive, page, ინსტრუმენტთა ზოლის ინსტრუმენტები.
აი ვაწვევით პირველ ხილაკს date driven page setups და პირველ მენიუში enable უნდა გქონდეს ჩართული, უნდა გქონდეს მონიშნული. Layer-ში უნდა იყოს არჩეული ის bade იმ დასახელებით, რომელიც შეიქმნათ კონკრეტული ამ პროექტისთვის, ამ shape-ისთვის. ავტომატურად არჩეული არის 2000, bade 2000. შემდეგ უკვე ჩვენთვის საჭირო არის, რომ პროექტი დალაგებული იყოს გვერდის ნომრების მიხედვით და გამოსახული იყოს გვერდებზე ნომრები, ამიტომ ვირჩევთ name ფაილში page number, ანუ გვერდის ნომერს და sort ფაილში, ანუ ვასორტირებთ გვერდის ნომრების მიხედვით, ვტოვებთ რაც არის არჩეული. შემდეგ გადავდივართ შემდეგ მენიუში და ზომა 125%-ის მაგივრად ვირჩევთ 100%-ს. დანარჩენს ტოვებთ ისე როგორც არის, ეს 10 უნდა ეწეროს აქ. ნუ ვაძლევთ OK-ს. აი უკვე ჩვენს გამზადებულ ფურცელში მომზადდა გვერდი, გასწორებული არის საზღვრები. შეგვიძლია ეს უკვე დავაექსპორტოთ, დავბეჭდოთ, დავათვალიეროთ. დათვალიერებაში გვეხმარება უკვე შემდეგი მენიუები, აი აქ შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ ორიანი და გადავიდეთ გვერდ მეორეზე, ან დავაწვეთ სამკუთხედის ნიშანს და გადაგვირთოს მესამე გვერდზე. აუცილებელი არის, რომ ნახაზის თითოეულ გვერდზე აღნიშნული იყოს გვერდის ნომერი. ამისათვის ჩვენ შექმნილი გვაქვს წინასწარ ეს ჩარჩო, რომელშიც ზემოთ წერია მასშტაბი, ქვემოთ წერია გვერდების რაოდენობა 1-დან 4-მდე, ხოლო მარჯვნივ გვიწერია გვერდი და ამ თავისუფალ ადგილზე ჩავსვამთ გვერდების ნომერს, რომელიც იქნება ავტომატურად აი ამ მენიუდან, page text მენიუდან, ვაწვევით date drive page numbers და ჩამოგვიგდო გვერდის ნომერი, რომელიც უნდა ჩავსვათ აქ. ეს შეგვიძლია რომ დავაჯგუფოთ, გავაერთიანოთ და ჩავსვათ თვალსაჩინო ადგილზე, ნუ ქვედა კუთხეში იყოს ამ შემთხვევაში, თუ კი რაიმე წარწერას არ შეუშლის ხელს. ეხა უკვე გადავიდეთ მეორე გვერდზე, მოვსინჯოთ. აი აქაც ავტომატურად გამოისახა ორიანი, გადავიდეთ პირველზე. აი აქაც ავტომატურად დაეწერა ერთიანი, მაგრამ ამ კუთხეში ფარავს shape-ის გარკვეული მონაკვეთს ეს ჩარჩო, ამიტომ გადმოვიტანოთ მარცხენა კუთხეში. არის ისეთი შემთხვევა, როდესაც დამატებით მინიშნების გაკეთება გვიწევს ნახაზზე. აი მაგალითად საპროექტო ქურო გვაქვს მეორე გვერდზე და ვაკეთებთ ესეთ მინიშნებას. ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული გვერდი ცალკე უნდა ამოვიღოთ, ანუ ექსპორტი უნდა გავუკეთოთ ცალკე ამ გვერდს. სრულად ვერ გავუკეთებთ ყველა გვერდს ექსპორტს, იმიტომ რომ ეს მინიშნება ყველა გვერდზე გამოჩნდება. შევდივართ menu ფაილში, ვაძლევთ export maps. შევქმნათ ახალი საქახალდე სამუშაო მაგიდაზე დავუშვათ. დავაწეროთ PDF. აქ ავირჩიოთ გვერდის ნომერი ორიანი. შემდეგ გადავიდეთ page menu-ში. ავირჩიოთ page range. აქ დავწეროთ ორიანი, რადგან გვინდა მეორე გვერდის ექსპორტი და ვაძლევთ saves. შემდეგ აუცილებლად მოხსნათ ეს მინიშნება, რადგან შემდეგ პირველ და მესამე გვერდებზეც არ გადავიდეს და შევინახოთ უკვე დავეექსპორტოთ პირველი და მესამე გვერდი ცალ-ცალკე. გვერდი პირველი, აქაც პირველი, save.
შემდეგ ექსპორტი, გვერდი მესამე, ესეც შევინახეთ. პირველი, მეორე, მესამე გვერდი შენახულია. ეხლა შეგვიძლია შევქმნათ თაფურცელი, ანუ პირველი გვერდი, სადაც სრულად იქნება გამოსახული ჩვენი სქემა თავის ბადესთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ფუნქცია უნდა გავუთიშოთ ბადეს, რადგან ეს ხელში შეგვიშლის და აღარც გვესაჭიროება. შევდივართ მენიუში და ვთიშავთ enables. Okay. ეს გვერდის ჩარჩოც აღარ გვჭირდება. ამო გვაქვს ზემოთ ტიტული. ვასწორებთ. ვირჩევთ ისეთ მასშტაბს, ისეთ ზომის მასშტაბს, რომელიც გამოსახავს სრულად ჩვენს პროექტს. 5000-იანი არ ყოფნის, ავირჩიოთ 6000-იანი. გავასწოროთ და შეგვიძლია უკვე ექსპორტის გაკეთება პირველი გვერდის. აქ დავწეროთ გვერდი 0 იყოს სახელად. page menu-ში უკვე აღარაფერი გვაქვს აქტიური, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ერთი ფურცელი, რომელიც ექსპორტირდება მხოლოდ ერთ ფურცლად. შევინახეთ. ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ გვერდების გაერთიანებაზე. ვირჩევთ რომელიმე PDF ფაილს ან ვრთავთ PDF-ის გამხსნელ პროგრამას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ Adobe Acrobat Pro DC-ს, რომელიც არის მრავალფუნქციური და გვაძლევს საშუალებას, რომ გავაერთიანოთ რამდენიმე PDF ფაილი. ამისათვის გადავდივართ menu tool-ში, ვირჩევთ ფუნქცია combine, add file, ვირჩევთ ყველა გვერდს. გვერდები დაგვილაგდა თანმიმდევრობით, თუმცა შეგვიძლია ამის გადანაცვლება. ეხლა ვაძლევთ combines. ვინახავთ save. აი ჩვენი გაერთიანებული სქემა. პირველი გვერდი, მეორე გვერდი, მესამე, მეოთხე. თუმცა გვერდის ნომრები გვაქვს გადასანუბრი. პროგრამამ არ იცის, რომ ჩვენ სამ ფურცელს კიდევ მეოთხე ფურცელს ვამატებდით თავში, ამიტომ ეს გვერდები ახლა ჩვენ უნდა მექანიკურად გადავნუროთ. ამისთვის ვიყენებთ menu editing-ს, ანუ PDF-ის editing-ს. გვერდი 1-ის მაგივრად წერთ გვერდი 2-ს. დანარჩენებსაც უცვლით ნომრებს. ვაძლევთ save-ს. ესე გამოიყურება ჩვენი სქემა გაერთიანებული PDF ფაილი. პირველი გვერდი, მეორე გვერდი, მესამე გვერდი და მეოთხე გვერდი. სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებებს.